სანამ გადავალთ დღევანდელი ჩვენი ლექციის თემაზე, მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ უკვე შევთავაზეთ იმაზე, რომ ფარმაკოლოგიურ პრეპარატებზე პასუხის ვარიაბელობაში მონაწილეობას იღებენ ისეთი სტრუქტურების პოლიმორფიზმი, როგორიც არის სამიზნე რეცეპტორი, როგორც არის წამლების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტები და სატრანსპორტო ცილები. წამლების მეტაბოლიზმში მონაწილე ფერმენტების ვარიაბელობის შესახებ ჩვენ უკვე ვისაუბრეთ წინა ლექციაზე და ამ ლექციის თემას წარმოადგენს ზუსტად რეცეპტორების პოლიმორფიზმი და მისი მნიშვნელობა ფარმაკოლოგიურ პრეპარატზე პასუხის ვარიაბელობაში. თავდაპირველად მინდა შეგახსენოთ, რომ წამლების უმრავლესობა 50%-ზე გაცილებით უფრო მეტი თავის ფარმაკოლოგიურ და თერაპიულ ეფექტს ახდენს ზუსტად სხვადასხვა სახის რეცეპტორებთან ურთიერთქმედების გზით. შეიძლება ვთქვათ, რომ რეცეპტორების პოლიმორფიზმი მონაწილეობას იღებს არა მხოლოდ ფარმაკოლოგიური პრეპარატების ვარიაბელობაში, არამედ აგრეთვე შეიძლება ჩართული იყოს ისეთი დაავადებების პათოგენეზში, როგორიც არის Q2 გახანგრძლივებული ინტერვალის სინდრომი, ეს არის გულის დაავადება, როდესაც კარდიოგრამაზე Q2 კომპონენტი არის გახანგრძლივებულია და რაც არითმიას იწვევს, ეს არის ავთვისებიანი ჰიპერთემია მაგალითად და კიდე ერთი ძალიან კარგად შესწავლილი მაგალითი, ეს არის ინსულინისადმე რეზისტენტულობა. ის რომ რეცეპტორები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავისი სტრუქტურით, პირველად აღმოჩენილი იყო ალკვისტის მიერ და ძირითადად ეს აღმოჩენები გაკეთდა ადრენერგულ რეცეპტორებზე. თავდაპირველად თქვენ იცით, რომ მიჩნეული იყო, რომ ადრენალინის და ნორადრენალინს აქვს ერთი სახის რეცეპტორი, ხოლო სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატების ზემოქმედების შემდეგ დადგინდა, რომ თურმე სხვადასხვა ფარმაკოლოგიური პრეპარატები სხვადასხვანაირ ფიზიოლოგიურ ეფექტს ახდენენ ორგანიზმზე. კერძო სხვადასხვა აგონისტების, მაგალითად დიქლორიზოპროტენუროლის და ანტაგონისტების, ეს არის პროპანოლოლი, ეს არის ფენოქსიბენზამინი, ფენტოლამინი, დადგინდა, რომ ორგანიზმში წარმოდგენილი ადრენორეცეპტორების ორი ტიპი, ეს არის ალფა და ბეტა. შემდგომ თქვენ უკვე იცით, რომ დადგინდა, რომ ალფას აქვს თავის ქვეტიპები, ეს არის ალფა-1 და ალფა-2, ხოლო ბეტას იდენტიფიცირებული ამჟამად არის სამი ქვეტიპი, ბეტა-1, ბეტა-2 და ბეტა-3, რომელსაც ჯერჯერობით ფარმაკოლოგიური მნიშვნელობა ბეტა-3-ს არ გააჩნია. ესენი განსხვავდებიან ერთმანეთისაგან სტრუქტურით და აგრეთვე ლოკალიზაციით. მინდა შეგახსენოთ, რომ საერთოდ რეცეპტორების პოლიმორფიზმის განსაზღვრაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ფარმაკოლოგიური პრეპარატების შემუშავება და ასეთი მრავალფეროვნება. ზუსტადაც ფარმაკოლოგიური მოქმედების პრინციპით ხდება მრავალი რეცეპტორის კლასიფიკაცია, თუნდაც გავიხსენოთ გლუტამატის რეცეპტორები აგონისტის მიხედვით ხდება მათი კლასიფიკაცია, ეს არის AMPA, NMDA, კაინატი და ასე შემდეგ. და მრავალ შემთხვევაში ჩვენ წავაწყდებით, რომ თავდაპირველი კლასიფიკაცია რეცეპტორის ხდებოდა ზუსტად მათი სპეციფიკური აგონისტების და ანტაგონისტების უფრო იშვიათად მიხედვით. მრავალი რეცეპტორის გენი ამჟამად არის ძალიან კარგად შესწავლილი, სრულად არის გაშიფრული და ნანახია უკვე გენების დონეზე, ნანახია მრავალი პოლიმორფიზმი. თქვენ ხედავთ აი ამ სქემაზე, აი 99 წლიდან რო ავიღოთ 2000-მდე 4-5 წლის მანძილზე თუნდაც რამდენი ახალი ალელის აღმოჩენა და შესაბამისი რეცეპტორის ახალი იზოფორმის აღმოჩენა ხდებოდა ყოველწლიურად. თუნდაც ავიღოთ ვიტამინ D-ს გენი რო ავიღოთ, მისი ბირთვული რეცეპტორის გენი, თქვენ ხედავთ, რომ 5 წლის მანძილზე 314 ახალი ალელი აღმოაჩინეს. ეს იქნება ფარმაკოლოგიური სელექტიურობის მიხედვით და უფრო დიდი წილი მოდის ზუსტად გენების დონეზე შესწავლაზე. საინტერესოა, რომ აი ესეთი პოლიმორფიზმის აღმოჩენა და გენეტიკურ დონეზე შესწავლა, რა თქმა უნდა, აძლევს მეცნიერებს და ექიმებს საშუალებას, რომ შექმნან უფრო სელექტიური პრეპარატები. კერძოდ თუ ჩვენ ვიცით, რომ ადრენორეცეპტორის აი კონკრეტული იზოფორმა წარმოდგენილია, თქვათ, გულის კუნთის კედლის რომელიღაცა ადგილას, ჩვენ შეგვიძლია შევმუშაოთ სელექტიურად ისეთი პრეპარატი, რომელიც იმოქმედებს
მხოლოდ გულის კურძე და არ იმოქმედებს სხვა ორგანოებზე, სადაც აგრეთვე არის წარმოდგენილი ადრენორეცეპტორები. რეცეპტორების კლასიფიკაციაც რაც შეეხება, ეს ძალიან მარტივად შეიძლება დავყოთ. თავდაპირველად ეს არის ბირთვული რეცეპტორები, რომლებიც განლაგებულები არიან უჯრედის შიგნით და უჯრედის ზედაპირზე არსებული რეცეპტორები. უჯრედის ზედაპირზე არსებული რეცეპტორები გაცილებით უფრო მეტია, მაგრამ ფარმაკოლოგიური თვალსაზრისით არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ბირთვულ რეცეპტორებსაც. ბირთვულ რეცეპტორებს რაც შეეხება, ეს არის ძირითადად უჯრედის შიგნით ციტოპლაზმაში უფრო იშვიათად თვითონ ბირთვში განლაგებული ცილები, რომლებიც ურთიერთქმედებენ სხვადასხვა სახის ლიპოფილურ მოლეკულებთან. რა თქმა უნდა, იმისათვის რომ მოხდეს ბირთვულ რეცეპტორთან დაკავშირება, მოლეკულას უნდა გააჩნდეს ისეთი სტრუქტურა და ისეთი ფიზიკური მახასიათებლები, რომ მან უნდა გაიაროს უჯრედის მემბრანა და შევიდეს უჯრედის შიგნით. ასეთ ნაერთებს მიეკუთვნება ენდოგენური ლიანგადებს თუ განიხილავთ, მიეკუთვნება სხვადასხვა ჰორმონები, ეს არის კორტიზოლი, სასქესო ჰორმონები, ესტრადიოლი და ტესტოსტერონი, თიროქსინი და ასე შემდეგ. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ფარმაკოლოგიური პრეპარატი, აგრეთვე ჰორმონალური მოქმედების, ეს არის დექსამეტაზონი, სტეროიდული კონტრაცეპტები, ზოგიერთი ვიტამინი, ცხიმში ხსნადი ვიტამინები ან აგულისხმები და ტრიოთირონინი და თვითონ თიროქსინი აგრეთვე, რომელიც ფარმაკოლოგიურად გამოიყენება. ყველა ეს პრეპარატი მოქმედებს ზუსტად ბირთვულ რეცეპტორებს. ახლა შეიძლება ამის მიხედვით დავყოთ ორ დიდ ჯგუფად ბირთვული რეცეპტორები. კერძოდ ის რეცეპტორები, რომლებიც მოქმედებენ ჰორმონალური პრეპარატები, ეს გლუკოკორტიკოსტეროიდები, მინერალოკორტიკოსტეროიდები, სასქესო ჰორმონები, ასე შემდეგ, ქმნიან სტეროიდული რეცეპტორების ძალიან დიდ ოჯახს, ხოლო მეორე ჯგუფში არილ ნახშირწყალბადების რეცეპტორში შედიან ის სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთქმედებენ ძირითადად არომატულ ტოქსინებთან. ჩვენ ეს რეცეპტორები გაგვყრით ახსენეთ ინდუქციის მექანიზმებში, აგრეთვე კანცეროგენებთან. ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მაგალითი არის დიოქსინი, აგრეთვე წოდებული GCDD და ბენზოპირენი. ეს ორივე ნაერთი არის კანცეროგენი, პირველი არის ძალიან ძლიერი ტოქსინი, ხოლო მეორე არის ძლიერი კანცეროგენი. ისინი შედიან უჯრედის შიგნით თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე და ურთიერთქმედებენ ზუსტად აი ამ სახის ბირთვულ რეცეპტორებთან. ბირთვული რეცეპტორების უმრავლესობა მსგავსი აგებულებით ხასიათდება. ეს არის შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე დომენი, ძირითადად 5 დომენზე ლაპარაკობენ. ეს არის N-ტერმინალური დომენი, რომელიც აკოდირებს ტრანსკრიფციის აქტივაციის უბანს. მერე არის ცენტრალური DNM დამაკავშირებელი დომენი, რომელიც შეიცავს 2 თუთის თითს და შესაბამისად ეს სტრუქტურა უკავშირდება გენის პრომოტორულ უბანს. შემდეგ მოდის მარყუჟოვანი D-დომენი, ლიგანდ დამაკავშირებელი დომენი და მერე დომენი, რომელიც ჩაპერონთან არის დაკავშირებული. ესე იგი, სტრუქტურა არის საკმაოდ მარტივი. არის უბანი, რომელსაც უკავშირდება ჩაპერონი, როდესაც ლიგანდი არ არის წარმოდგენილი უჯრედში. არის სტრუქტურა, რომელსაც უკავშირდება ლიგანდი, რის შედეგადაც კონფორმაცია იცვლება და ჩაპერონი სცილდება რეცეპტორს. და შემდგომ არის ორი მნიშვნელოვანი უბანი, რომელიც ერთი უკავშირდება თვითონ DNM-ს პრომოტორულ უბანში, ხოლო მეორე ახდენს ტრანსკრიფციის აქტივაციას და ტრანსკრიფციის გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, როგორ მოქმედებს ბირთვული რეცეპტორი. როდესაც ლიგანდი არ არის უჯრედში წარმოდგენილი, ის არის დაკავშირებული სხვადასხვა სახის ჩაპერონულ ცილებთან. და ფაქტიურად არის მოსვენების მდგომარეობაში, ხოლო ლიგანდის შემოსვლისთანავე ხდება მისი დაკავშირება, ჩაპერონული ცილის მოცილება და ხდება როგორც წესი ბირთვული ან კომპლექსის, ხშირად ის აგრეთვე სხვადასხვა სახის კორეცეპტორებსაც უკავშირდება. აი ამ წარმოქმნილი კომპლექსის ტრანსლოკაცია ბირთვში, სადაც იგი უკავშირდება შესაბამისი გენის, ეს დაკავშირება არის საკმაოდ სპეციფიკური პრომოტორულ უბანს და იწყება გენის ექსპრესია, ან ძლიერდება უკვე გახსნილი გენის ექსპრესია. საინტერესო, რა თქმა უნდა, ამ რეცეპტორების უმრავლესობისთვის არის ნანახი სპეციფიკური გენები, რომელთა
ექსპრესიას ადგილი აქვს რეცეპტორის ტრანსლოკაციის შემდეგ და ჩვენ წინასწარ შეგვიძლია ვივარაუდოთ კონკრეტული ფარმაკოლოგიური პრეპარატის მოქმედების შემდეგ, ამ შემთხვევაში ნაგულისხმულია ძირითადად ჰორმონალური პრეპარატები, რა სახის გენების აქტივაცია მოხდება და რა ცვლოვან პროდუქტებს მივიღებთ ჩვენ. რაც შეეხება თვითონ ბირთვული რეცეპტორების პოლიმორფიზმს, რა თქმა უნდა, ნებისმიერ უბანში მომხდარი მუტაცია აფერხებს, შეაფერხებს გენის ტრანსკრიფცია, რადგანაც მთლიანად შეცვლის მის სტრუქტურას. ერთი არის, რომ შეიძლება მოხდეს ლიგანდ დამაკავშირებელ უბანში თუ მოხდება მუტაცია, მაშინ რეზისტენტული იქნება ინდუქტორის, ჩვენ შემთხვევაში ჰორმონის მიმართ გახდება ეს რეცეპტორი, ხოლო თუ მოხდება დნმ დამაკავშირებელ უბანში მუტაცია, შესაბამისად მოხდება მისი დაკავშირება ლიგანდთან ტრანსლოკაცია ბირთვში, მაგრამ იგი ვერ დაუკავშირდება სწორად პრომოტორულ უბანს და არ მოხდება გენის ექსპრესია. საინტერესოა ზუსტად ბირთვული რეცეპტორების შესწავლა იქიდან გამომდინარე, რომ ძირითად ლიგანდებს, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს, წარმოადგენენ მინერალოკორტიკოიდები, ანდროგენები, ესტროგენები, რეტინოის მჟავა, ბევრი ვიტამინი და ამით იყო ზუსტად გამოწვეული ესეთი დიდი ინტერესი ამ რეცეპტორების გენის პოლიმორფიზმისადმი. კარგ მაგალითს იმისათვის, რომ განვიხილოთ თუ როგორ მოქმედებს ბირთვული რეცეპტორების პოლიმორფიზმი სხვადასხვა დაავადების განვითარებაზე და შემდგომის თერაპიას, წარმოადგენს ალდოსტერონის რეცეპტორი. თქვენ იცით, რომ ალდოსტერონს აქვს არასპეციფიკური რეცეპტორი, ეს არის ზოგადად მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორი, რომელზე ზემოქმედების შემდეგ ხდება ამ ალდოსტერონის ფიზიოლოგიური ეფექტის გამოვლინება, კერძოდ ხდება ნატრიუმის და ქლორიდის ტრანსპორტერების გენების ექსპრესია, რის შედეგადაც ხდება ნატრიუმის შეკავება თირკმელში და ნატრიუმთან ერთად ხდება შესაბამისად წყლის შეკავება და არტერიული წნევის მატება. ის არის გალაგებული თირკმელში, სანერწყვე ჯირკვლებში, საოფლე ჯირკვლებში, აგრეთვე სწორ ნაწლავში. პირველად მისი გენი გაიშიფრა 90-იან წლების ბოლოს, 1997 წელს და დაადგინეს, რომ ის თავისი სტრუქტურით ძალიან გავს გლუკოკორტიკოსტეროიდების რეცეპტორსაც, ანუ ტიპიურ ბირთვულ რეცეპტორს წარმოადგენს. შედგება 984 ამინომჟავისგან და მისი გენი არის გალაგებული მე-4 ქრომოსომაში, შეიცავს 10 ექსონს. მაგრამ საინტერესო დადგინდა, რომ არსებობს ალელი, სადაც ლიგანდ დამაკავშირებელ დომენში, გავიხსენებთ, ხდება მისენს მუტაცია და ეს მისენს მუტაცია განაპირობებს ასეთ პაციენტებში ესენციალური თანდაყოლილი ჰიპერტენზიის განვითარებას. ეს არის ავტოსომური დომინანტური ფორმა, ანუ თუ წარმოდგენილი არის გენომში ერთი ალელი მაინც, რომელიც შეიცავს აი ამ მისენს მუტაციას, ადგილი ექნება ამ დაავადების განვითარებას და პირველად ეს მუტაცია აღმოაჩინეს 15 წლის ბიჭის გენომში, რომელსაც ჰქონდა უკვე ბავშვობიდანვე მაღალი არტერიული წნევა, ანუ დაუდგინდა ჰიპერტენზიის საკმაოდ მძიმე ფორმა. შეისწავლეს შემდგომ მისი ნათესავები და დაადგინდა, რომ 23 ადამიანიდან 11-ს ჰქონდა ზუსტად იგივე სახის მუტაცია. როგორ ხდება ამ სახის მუტაციას რეალიზება ჰიპერტენზიაში? კერძოდ ამ მუტაციის შედეგად ამ გენის ცილოვანი პროდუქტი, მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორი იმყოფება მუდმივად აქტიურ მდგომარეობაში. ანუ იმას არ ჭირდება ალდოსტერონის დაკავშირება იმისათვის, რომ მოხდეს გარკვეული გენების ექსპრესიას, არამედ ის მუდმივად არის აქტიური და შეიძლება გააქტიურდეს არა მხოლოდ ალდოსტერონის, არამედ პროგესტერონით, ან ზოგიერთი ფარმაკოლოგიური პრეპარატის, მაგალითად სპიროლაქტონის ზემოქმედებით. ანუ ფაქტიურად ლიგანდ დამაკავშირებელი უბანი ასეთი მისენს მუტაციის შედეგად კარგავს თავის სპეციფიკურობას და შეუძლია დაიკავშიროს ნებისმიერი სტეროიდული ბუნების მქონე ნაერთები.
აი, ეგ არის განსაკუთრების საშიში, როდესაც საქმე გვაქვს ორსულობას, იმიტომ რომ ორსულობის პერიოდში პროგესტერონის კონცენტრაცია, სასქესო ჰორმონის კონცენტრაცია იმატებს დაახლოებით 100-ჯერ და შესაბამისად ააქტივებს აი ამ არასპეციფიკურ მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორს, რის შედეგადაც ადგილი აქვს არტერიული წნევის ძალიან მკვეთრ მატებას და ჰიპერტენზიის ძალიან მძიმე ფორმის გამოვლინებას ორსულებში. სპეციფიკურობის შემცირება არის განპირობებული იმით, რომ ლიგან დამაკავშირებაში მომხდარი მუტაციის შედეგად მის გასააქტივებლად აღარ არის საჭირო 21 ჰიდროქსი ჯგუფის დაკავშირება. ის რაც არის სპეციფიკური მარტო ალდოსტერონის მოლეკულისთვის. შედეგად ნებისმიერი ლიგანის, რომელსაც სტეროიდული ბუნება დაკავშირება, შეიძლება გამოიწვიოს მინერალოკორტიკოიდების სტეროიდების რეცეპტორის გააქტივება. აი, ეს არის ძალიან რთული შემთხვევაა და რა თქმა უნდა, აქ აუცილებლად გასათვალისწინებელია თერაპიაში, რომ არ უნდა იყოს დამატებითად გამოყენებული სხვა სტეროიდული პრეპარატები, არამედ ამ სახის ჰიპერტენზიას შეიძლება ვუმკურნალოთ პირიქით სტეროიდული რეცეპტორების ზოგადი ანტაგონისტების გამოყენებით, მაგრამ ისევ და ისევ გასათვალისწინებელია ზოგადად ჰორმონალური ფონი ორგანიზმში, რაც მაგალითად ორსულობის შემთხვევაში ვერ გამოვიყენებთ სტეროიდული რეცეპტორების ანტაგონისტებს, არამედ პირიქით უნდა შევზღუდოთ დამატებითი ჰორმონების მოხვედრა ორგანიზმში.